დაჭრილი ანგელოზი. ეს ფინელი სიმბოლისტი მხატვრის ჰუგო სიმბერგის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1903 წელს შექმნა. ევროპული სიმბოლიზმის თვალსაჩინო ნიმუშად მიჩნეულ ამ სურათზე ჰუგო პეიზაჟის ფონზე ორ ბიჭსა და დაჭრილ ანგელოზს გამოსახავს. თავზე თეთრი სახვევით წარმოდგენილ თეთრ სამოსში გამოწყობილ ანგელოზს მარჯვენა ხელში ამავე ფერის ყვავილები უჭირავს. ის ერთგვარ საკაცზე ზის. როგორც ხედავთ, ღონე მიხდილი დაჭრილი ანგელოზი ორივე ხელით ხის ძელებს ებღაუჭება. ყურადღებას იქცევს დაჭრილი ანგელოზის დასისხლიანებული ფრთა. ბიჭები, რომლებსაც საკაცით დაჭრილი ანგელოზი გადაჰყავთ, მხატვარმა მოძრაობაში გამოსახა. ანგელოზის უკან გამოსახული ბიჭის დაჟინებული მზერა მნახველისკენაა მიმართული. შავებში გამოსახულ ბიჭუნას, რომელიც მხატვარმა ანგელოზის წინ გამოსახა, ხშირად სიკვდილის სიმბოლოდ მოიაზრებენ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ 1902 წლიდან ჰუგო სიმბერგმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ძალიან რთული პერიოდი გაიარა. 1903 წლამდე ის ჰელსინკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. ეს ნახატი კი მან გამოჯანმრთელებისთანავე 1903 წელს შექმნა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საავადმყოფოდან გამოწერისთანავე მხატვარს გაუჩნდა სურვილი ბოლო წლებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები, მისი გრძნობები, განცდები, ემოციები ერთ ნამუშევარში გაეერთიანებინა. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ენძელების თაიგული, რომელიც ანგელოზს ხელში უჭირავს, მხატვრის გამოჯანმრთელების, მისი მეორედ დაბადების სიმბოლოდ შეიძლება მოვიაზროთ. ადგილი, რომელსაც მხატვარი სურათზე გამოსახავს, ელაინტარჰაა. საავადმყოფო კი, რომელშიც ჰუგო მკურნალობდა, ელაინტარჰას სიახლოვეს, კალიოს რაიონში მდებარეობდა. ჰუგო ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა. ამას მის მიერ 1902 წლიდან შექმნილი ესკიზები და მხატვრის მიერ გადაღებული ფოტოსურათებიც ადასტურებს.